მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს გადავწყვიტე გამეკეთებინა აფხაზეთის საომარ კონფლიქტზე მეორე გადაცემა უკვე პოლიტიკური კუთხით. დღეს სტუმრად გვყავს ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, ჩემი საუკეთესო ადამიანი, ჩემთვის პირადად პოლიტოლოგი ბატონი გია კუჭავა, ჩემი ხშირი სტუმარია ის შეგახსენებთ გადაცემებში და მოგესალმებით პირველ რიგში როგორ გიგითხოთ? მოგესალმებით კოტე. მოგესალმებით თქვენს აუდიტორიას, გამარჯობათ. გია, ჩვენ მოგეხსენება დღეს არის 14 აგვისტო, როდესაც დაიწყო აფხაზეთის ომი. 34 წელი გავიდა. ნათელი ყველა მართალს ასრულებს, ნათელი და ხსენება საუკუნო. პირველი თემა გადაცემის არის ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტი. პირველი კითხვით მინდა გადმოვიდეთ თქვენთან, რა იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორები, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოიწვია? პირველ რიგში აფხაზეთის ომი ეს გამოიწვია იმპერიის ღვევამ. და როგორც ცნობილია თუ გადავხედოთ ის ისტორიას, თუნდაც მეორე საუკუნის ისტორიას და მეორე საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიას, ყოველთვის პოსტკოლონიალურ ქვეყნებში მიმდინარეობდა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები. მე ასეც ვიტყოდი, რომ ეს უკვე საბჭოთა კავშირის, ანუ რასაც მე ვუწოდებ რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ნგრევას უკვე ვარაუდობდნენ სტალინის სიკვდილის შემდეგ, უკვე 1950 წლების მეორე ნახევრიდან. და რათა რუსეთს შეენარჩუნებინა თავისი გავლენა, თქვათ, და გაეხანძლებინა, თქვათ, იმპერიის დაშლის შემდეგ თავისი გავლენები, თქვათ, პოსტკოლონიალურ ქვეყნებში მიმართეს თქვათ ერეფურის დაპირისპირებას. ჯერ კიდევ 50-იან წლებში სხვათა შორის ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს ბაბილონი, ასეთი ქვია, საფრანგეთში მცხოვრები პირველი ემიგრაციის შთამომავლის შვილი. შარაში და ასე ქვია იმპერია ბაბილონი. ნაშრომი საქართველოში გამოიცა 90-იან წლების პირველ ნახევარში. და ის ძალიან საინტერესო კუთხით იმას არ უკავშირებს ავტორი, მაგრამ უბრალოდ ეს დაუკავშირო, როცა თქვათ უკვე 56 წელს აფხაზეთი გადაიყვანეს კირილიცაზე, თქვათ, იქ ჩამოართვეს ქართული და გადაიყვანეს კირილიცაზე, თქვათ, მოლდოვაში ერთ-ერთი პირველ გაგაუზელებს ემაც, თქვათ, ზოგს ჩამოართვეს დამწერლობა და ან ზოგს ჩამოართვეს თავიანთი დამწერლობა და ისევ მიენიჭეს კირილიცა. და ასე თქვათ, აძლიერებდნენ თავიანთ გავლენას. მაგრამ ეს არ იყო ახალი მარტო, თქვათ, საბჭოთა იმპერიას, ასე მიმდინარეობდა იგივე, თქვათ, მეფის რუსეთის იმპერიაში, ხო, თქვათ, ყველა მიცით, რომ თქვათ 1907 წელს რო გამოიცა, თქვათ, ასეთი წიგნი იური ვორონოვის, რომელსაც ეროვნული მოძრაობის დროსაც ძალიან იხმდნენ, რომ აფხაზია და ნიგრუზია. და არა თუ გადავხედათ ისტორიულად, აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ხოლო შუა საუკუნეებში, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ აფხაზეთის სამეფო. გადაღა იგივე დავით ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულარი იწყება მეფე აფხაზთა. ანუ აფხაზთა და სომეხთა შემდეგ, მაგრამ პირველ გამოსვლად პირველი იყო მეფე აფხაზთა, ანუ ეს იქნებოდა მთელი დასავლეთ საქართველო, ანუ აფხაზეთში იქნებოდნენ იმერლებიც, აფხაზებიც, მეგრელებიც, აჭარლებიც, გურულებიც. ეს ყველანი იყო, ანუ დასავლეთ ქართული, ასე მთელი დასავლეთ საქართველო ეს იყო აფხაზეთი, თქვათ, მე უკვე სეპარატისტებმა, თქვათ, ეს რუსეთის სპეცსამსახურის დამუშავებით, ამან უკვე მიიღო ცოტა სხვა ელფერი. თქვათ, იგივე 50-იან წლებში უკვე ის გადაიყვანეს კირილიცაზე, უკვე იქ იდევნებოდა ქართული ენა, თქვათ, აი ჩემი თაობის ხალხი დღეს ვინც უკვე თითქმის 60 წლის არის და ვინც 80-იან წლების ვინც ჯერ კიდევ აფხაზეთში ჩადიოდა, თქვათ, დასასვენებლად, იქ თითქმის ქართულად არ ლაპარაკობდნენ. იქ მიდიოდა საუბარი რუსულად. სხვათა შორის თავადი შერვაში, რომელიც ძალიან პროქართული ორიენტაციის იყო, შლოფერმა თუ არ იცის, და ხელნაწერთა ინსტიტუტში არის დაცული
მისი წერილი ილია ჭავჭავაძესადმი ეს წერა კითხვის გამარჯვებული საზოგადოებას რაც ეხებოდა მის საქმეებს, სადაც თავადი შერვაშიძე სთხოვდა თავად ილია ჭავჭავაძეს აღმოაჩინა დახმარება აფხაზის საზოგადოებისთვის, რათა გამოეგრძელა ქართული სახელმწიფოების აღნიშნა, რომ ქართული ენის გავრცელების და ქართული ენის საკითხით ჩვენ აფხაზეთში დღეს ძალიან მოვიკოჩლებთ. ანუ როგორც ხედავთ უკვე რუსეთის იმპერია ჯერ კიდე რომანოვების ანუ იმპერატორების დროს როგორ ებრძოდნენ ქართულ ენას და ყველაფერ ქართულს აფხაზეთში. და სხვათა შორის ისინი თვლიდნენ არა მარტო აფხაზებს კი არ თვლიდნენ არა ქართველებად, არამედ მეგრელებსაც, გურულებსაც. და სხვათა შორის ძალიან კარგად არის ნაჩვენები 1950-იან წლებში წიგნი გამოცემული გორის რუსულადაა ეს წიგნი გამოცემული გორიისკა პედაგოგическая семинария. ანუ გორის პედაგოგიური სემინარია. თქვა და იქ ავტორები თქვა და იქ ვინც ეს სემინარია ვაჟა-ფშაველას აქვს დამთავრებული, ეს აქვს დამთავრებული სიმონ ჯანაშიას მამას, რომელიც პირველმა შეისწავლა აფხაზური ეთნოგრაფია და თქვა აქტიური პედაგოგურ მოღვაწეობას და ეთნოგრაფიულ მუშაობას ეწეოდა აფხაზეთში და აფხაზი კვლევარები დღესაც ეყრდნობიან მის ნამუშევრებს. რომ აფხაზეთში ძალიან ჭირს ქართული ენა და თხოვდა დახმარებას. თქვათ იგივე ხო უკვე 50-იან წლებში 40 იგი თქვათ აფხაზური ენა ეს დამწერლობა ქართული დამწერლობიდან გადაიყვანეს რუსულ კირილიცაზე. ამის მცდელობა ჯერ კიდე იყო მე-19 საუკუნის მიწურულს, მაგრამ ეს არ გამოვიდათ. ეს არ გამოვიდათ რუსებს. მე რა თქვა ეს 30-იან წლებში ეს იყო ნიკომარის იაფეთიტური თეორია, რომელსაც ასეთი ვერსია იყო, რომ უნდა გადაიყვანათ და აფხაზური დამწერლობა ცოტა ხნით გადაიყვანეს, იყო გადაყვანილი ლათინურ ამბანზე, მაგრამ ისევ დაუბრუნეს მე ისევ ქართულ ამბას, მაგრამ იმპერიამ გადაწყვიტა, რომ აფხაზეთში ყველაფერი ქართული უნდა ჩაეკვდა. გაეკვდა. აი იგივე ჩემ თაობას თქვა დღეს ვინც არის 63-მდე, 60-ის ცოტა მეტი, აი ყველაზე ახალგაზრდობა ვინც ჯერ კიდე ჩადიოდა აფხაზეთში კომუნისტების ბოლო პერიოდში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ იქ რომ გადიოდი თქვა თან ქალაქში ან სადღაცა ქართულად არ გელაპარაკებოდნენ. შეიძლება იყო რაღაცა გამონაკლისი თუ რა ის სოხუმში თქვა თან გაგრაში ან ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას ლაპარაკობდა რუსულად. იგივე აფხაზები ჩვენ რას საკვადურობდნენ, მოდით ახლა ასე გავიხსენოთ თქვენ ჩაკალით აფხაზური ენა, ანუ ქართველებმა. იმიტომ რომ აფხაზური ენა სკოლაში ისწავლებოდა მარტო მე-4 კლასამდე. თქვაც და მე მიდიოდა უკვე სწავლება ისე რუსულ ენაზე, ანუ ფაქტობრივად ქართული სკოლები იყო ძალიან ცოტა. ანუ მიდიოდა იგივე ქართლების რუსიფიკაცია, თქვათ, აი თქვათ, უფრო მეგრელების, ხო ასე თქვათ. აი ეს იყო და ხელ შემძენეთ კიდე კითხვაში, აი ეს იყო რუსეთის იმპერიის პოლიტიკა, რა ხსნობა ეს იქნებოდა ბოლშევიკური, ეს იქნებოდა საბჭოთა იმპერია, რუსეთის საბჭოთა იმპერია თუ დღევანდელ დროსაც მოდი აფხაზები იბრძოდნენ თავის ენა ყოფილიყო იქ გაბატონებული თავის ის, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მთელი დამწერლობა და მთელი საქმის მართვა და ის მიდის ისევ რუსულ ენაზე და არა თქვა აფხაზურ ენაზე. 90-იან წლების დასაწყისში საქართველოს პოლიტიკური არასტაბილურობა როგორ აისახა ომის მიმდინარეობას? მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ ქონდა, ანუ ეს პირდაპირ აისახა. ანუ რუსეთმა აწარმოა რამდენიმე ფრონტით მიმართულება საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო ვთქვათ, ასე დავარქმევთ, იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. პირველ რიგში ეს იყო
დაამხეს და ისევ ქართველების ხელით დაამხეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რამაც ქვეყანაში გამოიწვია დიდი არეულობა. ფაქტიურად მთელი ქართული საზოგადოება გაიხლიჩა ორ ნაწილად. ანუ იყო პირველი პრეზიდენტის მომხრეები და ვთქვათ უკვე მერე ანუ პუტჩისტები და მერე როგორც თვითონ ეს პირველი პრეზიდენტის მომხრეები უწოდებდნენ და იყო მეორე პრეზიდენტის მომხრეები. და ამას რუსული სპეცსამსახურები აქტიურად უწყობდნენ ხელს. ისე რომ საზოგადოება ყოფილიყო გახლეჩილი. საომარი ხა ანუ ეს იყო ქვეყნის დასუსტება, როდესაც ერი არის დასუსტებული, ერი არის გახლეჩილი, უკვე და ერით ანუ გახლეჩილი საზოგადოებით მანიპულირება ყოველთვის არის ძალზე დადვილი. ამ ომისთვის რუსეთი ემზადებოდა ძალიან დიდი ხანია. მე უკვე აღვნიშნე იმაში, რომ თქვათ რომ უკვე 50-იან წლებში უკვე ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. თქვათ მე მოვიშვილი ერთ-ერთი ქართულის იმას არ უწერია, მაგრამ უკვე ამ დასკვებიდან უკვე რაც შემდგომ მოვლენებმა ეს განახდა. უკვე 60-იან წლების პირველ ნახევარში პოლიტბიუროში საბჭოთა კავშირი და მოსკოვის პოლიტბიუროში უკვე ვარაუდობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას. ანუ გამოდის რომ ჩაგიგიწევთ. გამოდის რომ საბჭოთა კავშირის დაშლა წინასწარ იცოდნენ რომ ეს მოხდებოდა. რომ ეს მოხდებოდა. უკვე 60-იან წლების პირველ ნახევარში ეს უკვე იცოდნენ პოლიტბიუროში, ეს იცოდნენ უკვე დახურულ კვლევით ინსტიტუტებში, ფოთაშორი 90-იან წლებში ამაზე ერთ-ორჯერ დაიწერა კიდევაც. ამაზე თქვათ უკვე საქართველოს ხელისუფლება თქვათ, რომელიც იყო საბჭოთა ხელისუფლება თქვათ, უკვე მჟავანაზის დროს უკვე ამ იცოდნენ კიდევაც ამაზე, მაგრამ ახლა არასაკურველი არ ლაპარაკობდნენ. და სხვათა შორის აქვე მინდა შემისწრო, ეს იცოდა არა მარტო უმაღლესმა ხელისუფლებამ თქვათ, ან დახურული ინსტიტუტის მკვლევარებმა, არამედ იცოდა უკვე ყველაზე რუსულ სიტუაციას ხვთი პრადვინუტი დისიდენტებმა. 1969 წელს თუ 1968 წელს ჰოლანდიაში გამოიცა რუსულ ენაზე ასეთი ისტორიკოსი იყო ანდრეი ამალრიკი და ასეთი ბროშურა სხვა შორის არის ინტერნეტში სულ 75-76 გვერდი არ არის დიდი ნაშრომი андрея Амальрикис просуществует ли Советский Союз до 1984 года. ანუ იარსებებს კი საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე. აი ეს რუსულად რა გიყოთ андрея Амальрик და просуществует ли Советский Союз до 1984 года ადვილად გუგლში ამას ამოიღებდა დიდი წვალების გარეშე. და შეგიძლიათ ჩამოთვრწოთ და ვისაც დაინტერესებს სულ 76 გვერდია რუსულ ენაზე. არ არის ეს დიდი ნაშრომი ის და ყველა დღეში წაიკითხება. და რასაკვირველია იმპერია უკვე მიმართავდა ყველა ზომას რომ შეენარჩუნებინა თავისი გავლენის სფეროები. ნუ ერთ-ერთი ის გავლენა იყო ეთნოკონფლიქტები, რაც ყველაზე კარგად ამოქმედა ყოფილ საბჭოთა კავშირის, ანუ ყოფილი რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ტერიტორიაზე, ეს იყო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი, ყარაბაღის რეგიონი, ეს იყო საქართველოში ცხინვალის ეგრეთ წოდებული ავტონომიური ოლქი და აფხაზეთი. მოლდოვაში ეს იყო დნესტრისპირეთი და გაგაუზია. 80 ქონდა თვალი დადგმული. და ერთ ვიტყვი რომ ჯერ უკვე 1924 წლის აჯანყების მერე და ეს ტექსტი სერგო ორჯონიკიძეს ფარული დეპეშა თქვა თუ საიდუმლო დეპეშა რომელიც გაიგზავნა მოსკოვში პოლიტბიუროში სერგო ორჯონიკიძე ხაზგასმით აღნიშნავდა რომ აჯანყება არ გავრცელდა იმ რეგიონებში ჩვენ რომ საბჭოთა ბოლშევიკური პარტიის ბრძნულმა პოლიტიკამ ეროვნული კუთხით გამოიღო თავის შედეგები, იმიტომ რომ იმ ოლქებში, საქართველოს იმ ოლქებში, სადაც ჩვენ მივანიჭოთ ავტონომიას, იქნებოდა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთიო და რაჭრო 1920 წლის აჯანყება არ გავრცელდა.
საინტერესო ეს რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ასეთი ფრაზა, რომელსაც მიაწერდნენ და მე ეს ერთ-ერთ გაზეთშიც იყო. საბჭოთა კავშირის ყოლის შემძლე პირს, რომელიც 81 წელს გარდაიცვალა, ის ბრეჟნევს ერთ ადრე გარდაიცვალა სუსლოვზე. ეს ითვლებოდა საბჭოთა კავშირში ბრეჟნევის დროს ეს მეორე პირი, ის განაგებდა იდეოლოგიას. ბერმა შეიძლება რომ სიძაღმე მას ყავდა აფხაზი და მას მიაწერენ ასეთ ფრაზას დღეს თუ ხვალ ქართველები მოითხოვენ დამოუკიდებლობას, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ზომები უნდა მივიღოთ საამისოდ, რომ ქართველები და აფხაზები, ქართველები და მეგრელები, ქართველები და სვანები ერთმანეთს გადავკიდოთ. ახლა ეს რამდენად მართალია და რამდენად არ არის მართალი ეს სიტყვები, მე არ ვიცი, იმიტომ რომ თქვა თუ ეს პოლიტბიუროს სხდომაზე თქვა თუ იყო ეს ნათქვამია, ვინ გამოიტანა საიდან პირველი წყარო რა არის, ასე თქვა ახლა მე ამიტომაც მიაწერენ, მაგრამ როდის თქვა და ეს კონკრეტულად რომელ რიცხვში თქვა და თქვა ან თუნდაც რომელ წელს და რომელ პოლიტბიუროს სხდომაზე ამას არ არის, ამიტომ ვისგან ხონდა საერთოდ ეს ინფორმაცია. ხო, თუნდაც ან საიდან გაჟონა ამ ინფორმაციამ, ამიტომაც მიაწერენ, მაგრამ თქვა ყველას ცნობილი რომ სუსლოს ქართველები არ უყვარდა. ეს პირდაპირ თქვა, მიუხედავად აი თქვა ლეონიდ ბრეჟნევს ქართველების მიმართ ჰქონდა რაღაცა სიმპათია, მაგრამ ყოვლის შეძლოს სუსლოვს პირიქით არ უყვარდა ქართველები. ხო, ეს შეიძლება ასეც ითქვას. ბატონო გია, მესამე კითხვა მინდა დაგისვათ, რა როლი ითამაშა რუსეთმა ომის დაწყებასა და განვითარებაში აფხაზეთში? ეს ომი იყო თავიდან ბოლომდე ინსპირირებული რუსების მიერ. მე მინდა შეგაცნო, ჯერ კიდევ 1989 წელს მაისის თვე იქნებოდა, როდესაც საბჭოთა კგბ-ს, ანუ საბჭოთა უშიშროების ეგიდის ქვეშ სოხუმში ჩატარდა ეგრეთ წოდებული ყრილობა კონფედერაცია გორსკიხ ნაროდოვ კავკაზ, ანუ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელიც თქვა ჩატარდა. რომელიც აფხაზეთის ომში იღებდა აქტიურად მონაწილეობას. ეს კონფედერაცია იყო შექმნილი ისევ კგბ-ს ეგიდის ქვეშ, ახლა ცოტა ჩავალის ისტორიაში. ეს კონფედერაცია არსებობდა, როცა დაიშალა რუსეთის რომანოვების იმპერია და ცოტა ხანი არსებობდა პირველი რესპუბლიკის დროს, თქვა იქ იყო და აფხაზები მაშინ არ იყვნენ მაგ კონფედერაციის წევრი, იყო რაღაცა გარკვეული ნაწილი აფხაზთა დელეგატების ჩასული მაშინ ჩრდილო კავკასიაში თხოვდნენ რომ აფხაზეთის მიიღოთ ამ კონფედერაციაში, რადგან მათ მიიღეს ცივი უარი და განაცხადეს რომ თქვენ ხართ საქართველოს ნაწილი და თქვენი საკითხი და თქვენი პრობლემა მოაგვარეთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს იყო მეგობრებს იყო დაახლოებით 1919 წელი. თუ 1918 წელი ახლა. უფრო 1919 წელი. ასე ვთქვათ, ეს აფხაზთა თუ აბსოლუტ დელეგაცია მაშინ ასე გაისწორა აფხაზეთიდან, მაგრამ ну, როგორც ცნობილია ეს რუსეთმა ეს აამუშავა, ისე ვთქვათ, რომ ისე საქართველოს საწინააღმდეგო, ანუ ეს მთიელ ხალხთა კონფედერაცია, ეს იყო შექმნილი რუსების მიერ ქართველთა საწინააღმდეგოდ, რათა აფხაზეთი ყოფილიყო ჩამოშორებული. საქართველოს და აი ამ ომისთვის. ეხლა მოდი ესეც რაღაცა ვთქვათ, რომ როდესაც ამბობდნენ რომ აი შევარდემ ჩაითრიეს ომში, ან შევარდემ დაიწყო ეს ომი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ იმ პერიოდში კი მოხდა საქართველოს გადატრიალება, ერთი ხელისუფლება, პირველი პრეზიდენტი იქნა ჩამოგდებული, ვთქვათ, მაგრამ მოსკოვს არ უნდა დიდად რომ შევარდეთ ჩამოსულიყო საქართველოში. მაგრამ აქ ახლა მოხდა, რომ იყო შეთანხმება, რომ ეს უნდა შესულიყო მარტო რკინიგზის დასასავად, იმიტომ რომ იდარწმუნებოდა რკინიგზა. და ეროვნული გვარდია, ვთქვათ, რომელიც იყო მაშინ იყო შევარდნაძესა და არძიმბას შორის შეთანხმება, რომ ეს უნდა ამ ეს ჯარის კონტინგენტი უნდა შესულიყო, და უნდა დამდგარიყო მარტო რკინიგზის
ირგვლივ რო თქვათ რომ იძარცვებოდა იქ ეს მატარებლები და ხალხის რომელს არ დაეშვათ. არდიმ ამაზე იყო საქმის კურსი. ნუ ახლა მაგრამ სოციალიზმის თქვენმა წინასწარმეტყველმა ბატონმა მახას ჩემი აღნიშნა განცხადებაში კიდევაც რომ კეთოვანი ვერ შევიდა ანუ ესეც რუსებმა თქვათ წააქეძეს რომ ის უფრო წასული იყო უფრო წინ და თქვათ გავარდნილი იყო ახლა პირველი თქვი აფხაზეთიდან თუ გავარდა თუ ჩვენ მხრიდან ახლა ამას დღეს უკვე არ აქვს მნიშვნელობა ფაქტია რომ მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო მოხდა ასე ვთქვათ ძალიან დიდი შეცდომა მოხდა ძალიან დიდი შეცდომა როდესაც თუნდაც მაგრამ როცა შედის შეერაღებული კაცი თუნდაც კიდაც და მას სხვა შეერაღებული პიროვნება ესვრის ასე პირველია ამის გაჩერება უკვე არის შეუძლებელი როცა შენ გესვრიან და შენს გაფიარაღი იყო ძალაუნებურად შენც იყენებ როცა გესვრიან შენც აუცილებლად პასუხს გასცემ კი მაგრამ მეორე მხრივ ხოის რკინიგზა რომელიც გადიოდა ეს თურქები მიდიოდა არა მარტო საქართველოში არამედ სომხეთში იქნეს ყველაფერი იძარცვებოდა ანუ სხვა ეს იყო უკვე რუსეთის სპეცსამსახურის მიერ დაგემილი ოპერაცია და სხვა შორის აფხაზები თქვათ უკვე ამას არც მალავდნენ რომ აი ამ თქვათ არა მარტო აფხაზები არამედ თქვათ ასე თქვათ რუსეთის უშიშროება ამას ამ ომისკენ უკვე ემზადებოდა 70-იან წლებიდან დაწყებული უკვე დღეს აფხაზები არც მალავდნენ რომ ჩვენ უკვე 80-იან წლებში გვქონდაო გადამალულიო დიდძალი იარაღიო და ხა ვინ საბჭოთა პერიოდს არის ნაცვლად და ვინ შეესწრო იმ პერიოდს იარაღის შოვნა და იარაღის გადამალვა და ვითომეტეს ხა ავტომატების და ეს არის სანადირო თოფი ხო თუნდაც ან სტარტოპერეს საფუძვეს პისტოლეტი თქვა ნუ პისტოლეტს კიდე რომ მასობრივად ეს იარაღები ავტომატები და თქვა პულემეტები თუ სხვა მოიერიშე იარაღი როს ეს საფუძვე პერიოდში რო ყოფილიყო გადამალული და არალეგალურად შედნენ ეს უშიშროების გარეშე ესეთი რაღაცა არ ხდებოდა ბატონოგია საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება იმ პერიოდში რატო იყო ეს ასეთი სუსტი და ფორმალური ასე მინდა შეგახსენოთ რომ მაშინ უფრო დიდი და უფრო მასშტაბური სისხლძვრელი ომი მიმდინარეობდა ბალკანეთზე როდესაც დაიშალა იუგოსლავია ევროპის და დასავლეთის ძირითადი ყურადღება იყო მიპყრობილი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ამავდროულად რუსეთმა მოახერხა თქვათ PR სამსახურებმა თქვათ ეს თუ იმან თქვათ რომ წარმოეჩინეს ქართველები და ეს აფხაზები როგორც ან კავკასიელები ეს ველურ ტომებად რომელსაც მაგათ სხვა ვარიანტი ვერ მოხდა უკვე 90-იან წლების მეორე ნახევარში თვითონ დასავლეთელი ექსპერტები აღნიშნავდნენ რომ ჩვენი დიდი შეცდომა ის იყო თქვათ რომ ჩვენი ჟურნალისტები ისო ჩვენ თვლით რომ რუსეთში უკვე კომუნისტური ხელისუფლება აღარ არისო არისო დემოკრატიული ხელისუფლებაო და ბევრი ჩვენი ჟურნალისტი უკვე სარგებლობდა რუსული წყაროებითო და ბევრი ჩვენი მკვლევრები რაც იყო დიდი შეცდომა და ამის გარდა 90-იან წლების მიწურულს გამოვიდა ასეთი ნაშრომი ამერიკელი დიპლომატის неразделенная Европа между Россией и Америкой. Ძალიან დიპლომატი ხა მომიწევთ სახელს ვერ უხსენებ, მაგრამ თუ ამ წიგნს Google-ში აკრიფავთ, ეს ამოგიგდებს ამ წიგნის სათაურს. ეს კლასიკური რეიგანის დროინდელი დიპლომატი იყო, პრეზიდენტ რეიგანის დროს ამერიკის ელჩი იყო რამდენიმე წამყვან ქვეყანაში და ის რაც წერს მიუხედავად სიამის გამარჯვების რაღაც მთელი დასავლეთის რესურსი იყო მიმართული იქითკენ რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეს იუგოსლავიაში ეს კონფლიქტი ჩაგვეწყდა ეს იყო ჩვენთვის მთავარი ამოცანა და დასავლეთს არ ქონდა იმდენი ფინანსური თუ მატერიალური და სხვა საშუალება რომ მთელ მსოფლიოს
და დაემყარებინა კონტროლი. ამიტომ მაშინ დასავლეთის პრიორიტეტი იყო ბალკანეთის ნახევარკუნძული, იმიტომ რომ ეს ბალკანის ნახევარკუნძული იყო უშუალოდ ევროპა. ხოლო კავკასია და საქართველო ეს იყო მაშინ მათთვის სადღაც შორს. და ეს არ წარმოადგენდა მაშინ ეს იმ ინტერესს, თქვათ რა უკვე 90-იან წლების მეორე ნახევრიდან წარმოადგენდა, როდესაც ამუშავდა თქვათ ტრანსკავკასიური დერეფანი, როდესაც უკვე დაიწყო მუშაობა ამ ტრანსკავკასიის ნავთობსადენებზე და აბრეშუმის გზაზე, მაგრამ ეს მაშინ ეს იყო თქვათ დასავლეთისთვის ეს არ იყო პრიორიტეტული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მიმოვარებ, თავარი იყო მათთვის იუგოსლავიის, ყოფილი იუგოსლავიის ბალკანის ნახევარკუნძულზე საომარი მოქმედებების შეჩერება. და დასავლეთმა ჯერ ერთ პრობლემას მოუწოდეთ, მერე მეორე პრობლემას. ბატონო გია, რამდენად იყო შესაძლებელი ომისავე დანაწილება მოლაპარაკებების გზით? შეუძლებელი იყო. არა. ეს უკვე იყო ჩადებული, ეს უკვე იყო რუსეთის მიერ შემუშავებული გეგმა და ტყვია უნდა გავარდნილიყო. იმიტომ რომ თქვათ აფხაზურ საზოგადოებაში ნაწილობრივ უკვე იდებოდა უნდობლობა ქართველების მიმართ, მათ თუმცა თუ გადავხედოთ ის ისტორიას იგივე 1980-იან წლებში აფხაზები დამნაშავეად სწორედ რუსებმა გამოაცხადეს. მაშინ რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო სვიატოპოლკ მირსკი და არის მისი წერილი იმპერატორისა და წიგნებშიც არის გამოქვეყნებული, რომ თელიერი გამოაცხადეს, იმიტომ რომ მათ მიიღეს მონაწილეობა ანტირუსულ აჯანყებაში 1878 წელს. 1877 წელს უკაცრავად. ამიტომაც აი ეს თვითონ აფხაზებმა, რომელმაც არ იცოდნენ თავიანთი ისტორია თქვათ და წლების განმავლობაში ალბათ თითქმის 100 წელი რომ სულ სხვა რაღაცას უნერგავდნენ. თუმცა აფხაზების მიმართ ყოველთვის ამბობდნენ, რომ თვითონ უფროსთაობის აფხაზებიც, რომ თქვენ ქართულთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, მაგრამ თაობების ეს თანმიმდევრული ეს მუშაობა თქვათ ეს ისა რუსეთის იმპერიისგან გამოიღო ეს შედეგი. ამიტომ მოლაპარაკება ვის უნდა გველაპარაკა, ხო? ასე ვთქვათ. იყვნენ თქვათ იყო მოლაპარაკება, იყო თქვათ თუნდაც აი დაგომიცის შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს, იყო თქვათ მოსკოვის შეხვდა თქვათ შევარდნაძე, ელცინის და არწინბასი, მაგრამ ეს იყო ყველაფერი შირმა. ეს ქართულ მხარემაც ძალიან კარგად ცდილობდა, იმიტომაც წავიდა რასაც დათმობებზე, რომ იქნებ. იქნებ ეს შეწყდეს ომი, იქნებ ეს შეწყდეს თოფის გასროლა, მაგრამ ეს როგორ თუ არ ეს იმო. როგორ ხედავთ ეს მოხდა არის, იმიტომ რომ ეს რუსეთმა ეს დაგეგმა, რომ უნდა მომხდარიყო ომი და ამას უკვე ქართული მხარე ამას ვეღარაფერს ვერ დაუპირისპირებდა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად იყო შიდა არულობა ქვეყანაში, ჯერ კიდე ხო ამ სამოქალაქო ომის შედეგებს გავიდა 35 წელი თითქმის და ამას დღესაც ვიმკვით. ხო პირველი ხელისუფლების წარმომადგენლები თქვათ მეორე ხელისუფლების მესამე დღეს უკვე მეოთხე ხელისუფლება არის, მაგრამ აი სამოქალაქო ომის შედეგებს ქართული საზოგადოება ეს გახდეჭილობა იგრძნობა დღემდე. ბატონო გია, რა შეცდომები დაუშვა საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებების პროცესში? თქვენი აზრით? მაშინ იმ პერიოდში მე მუშაობდი საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიაში, კომიტეტი არ იყო, კომისია იყო ჯერ კიდე მაშინ. ესე იგი თქვათ, როგორც ერთი დაბალი რანგის ჩინონექსი პარლამენტის, თქვათ რაღაცაზე თქვათ მე მისებოდა ხელი და თათბიროს ყოველთვის ვესწრებოდი. კომისიაში რაც განიხილებოდა. შეცდომა
დღევანდელი გადასახედიდან, საერთოდ შეცდომის თქმა, ესე იგი თქვათ, რთულია რაღაცა დავარქოთ შეცდომა, იმიტომ რომ როდესაც მიდის ომი, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებისთვის პოლიტიკა და დიდი პოლიტიკა მოდით მაშინ თქვათ, რამდენიმე პიროვნების გამოკლებით, ასე დავარქმევდი, ეს იყო რეალიტი შოუ, რასაც ჩვენ ვსწავლობდით, გზა და გზა. ეხლა დღეს მომწონს რუსებს ძალიან ვენდეთო. ან არ უნდა ვდომნებოდ ან ქართულმა ხელისუფლებამ ძალიან ენდო რუსეთს და თქვათ ჩვენ სხვა გამოსავალი მაშინ არ გვქონდა. ომი, იმიტომ რომ თქვათ ქვეყანაში მიდის სამოქალაქო ომი, იქ მიდის ომი რუსეთთან. რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად და დღესაც აქტიურად არიან ქართულ პოლიტიკაში ჩართული და აკონტროლებენ ძალიან ბევრ პოლიტიკოს. შენ ფაქტურად იყო ქვეყანაში კრიმინალის პარპაში და ამის იქით საქართველოს ხელისუფლებამ დღევანდელი გადასახედიდანაც ვამბობ, გააკეთა იმის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შეიძლებოდა. შეიძლება ხა შეცდომებიც იყო, ხა რასაკვირველია, შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან, მაგრამ იმ ვითარებაში და იმ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თქვათ, თუნდაც წესრიგიც და ეს გაკეთდა ის, რის გაკეთებაც შეიძლებოდა. ანუ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. კი. ბატონო გია, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა აფხაზეთის საკითხი დაბრუნება საერთაშორისო დღის წესრიგში. თქვენია. სანამ რუსეთის სათავეში არის დიქტატორი პუტინი, მკვლელი, ნარკობარიკა და სამხედრო დამნაშავე, ეს შეუძლებელია. სანამ რუსეთში არ და მე არაცხელს აღნიშნე, რომ რუსეთის გასხვით დაშლის პირას, თანამედროვე რუსეთის რომ დაიშლება პოსტსაბჭოთა რუსეთი, ეს პირველმა ვინც აღნიშნა და ეს პირველმა ვინც გაამჟღერა, ეს იყო ძალიან ცნობილი საბჭოთა რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი. მან ეს თქვა ჯერ კიდევ 1993 წელს. 2000 წელს მან და სხვათა შორის 2019 წლის დეკემბერში რუსეთის სავარაუდ დაშლა უკვე იწინასწარმეტყველა რუსეთის მეცნიერებათა აკადემია. როგორ? და სხვა ახლა გეტყვით. მე აღვნიშნე რომ ბუკოვსკიმ თქვა 1993 წელს, რომ რუსეთი დაიშლებაო. 2000 წლების დასაწყისში, უკვე დაახლოებით 2005-2003 წლებში უკვე ბუკოვსკიმ აღნიშნა, რომ მე ჩემ პოზიციას არ ვიცვლიო და დააკონკრეტა, რომ რუსეთი დაიშლება 7-8 სახელმწიფოთ, ანუ სრული ფედერალური ოლქები რომ არის შექმნილი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ გაიმეორა რუსეთის დაშლის ბუკოვსკის სცენარი. ძალიან ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი მე-20 საუკუნის იყო არნოლდ ტოინბი, მან ცივილიზაციის და იმპერიის დაშლის, საბოლოო დაშლის 3 პრინციპი დაასახელა. ეს არის პირველი ეკონომიკის მილიტარიზაცია, ეს არის ეკონომიკის ოლიგარქიზაცია და მესამე აგრესიული საგარეო პოლიტიკა, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ხელყოფა, ან მათი სუვერენიტეტის ხელყოფა იმპერიის აღდგენის მიზეზი არის იმპერიის აგონია, რასაც მეფის როგორც წელს არნოლდ ტოინბი, ანუ რუსეთის შემთხვევაში დიქტატორი, ახლა იქ პრეზიდენტი დაარქვი, გინდის დაარქვი, ახლა მაგის არცერთ რუსეთის მეფეს არ ქონია იმდენი უფლება, რაც დღეს აქვს პუტინს. სიკვდილის შემდეგ დგება კოლაფსი და იმპერია საბოლოოდ იშლება და ეს არნოლდ ტოინბიმ ბრწყინვალედ დაასახელა, დაასაბუთა დედამიწის ისტორიას არსებული იმპერიების დაშლის შედეგად, დაწყებული შუმერების იმპერიით დასრულებული პირველ მსოფლიო ომის შემდგომ იმპერიების დაშლით. თუმცა არნოლდ ტოინბიმ ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ იმპერია მოახდენს წინსვლას და გარკვეული პერიოდით აღადგენს თავის გავლენას, ეს მან დაასახელა ბიზანტიის იმპერიას მაგალითზე, შემდგომი რღვევა იქნება უფრო სისხლძღვარი და უფრო მეტად დაიშლება ეს იმპერია, უფრო მეტ ნაწილებად დაიშლებაო. ხა რასაც ხედავთ, ხო ესე იგი თქვათ, არნოლდ ტოინბის ეს უდავთ არის ცივილიზაციის შემსწავლი და აქვე ვიტყვი, რომ როდესაც ბატონი ჰანტინგტონი თავის
ცნობილი ნაშრომი ცივილიზაციის შეჯახებას ხმარ, მაგით ცივილიზაციის შეჯახებას ყოველთვის ვამბობ ბრწყადებში, იმიტომ ეს ტერმინი ეკუთვნის არნოლდ ტოინგის ცივილიზაციის შეჯახება. დღევანდელი რუსეთი თავის სიმძლავრის, თუნდაც ეკონომიური პოტენციალი თავის სულისკვეთებით არ არის ის, რაც იყო თქვა თუნდაც საბჭოთა იმპერია, ხო თქვა არც თავის სიმძლავრით, არც თავისი გონებრივი, არც ინტელექტუალური რესურსით. ისე რომ სულწერას განწირული ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ უნდა საქართველოს უნდა დაიბრუნოს არა მარტო მიწა-წყალი, არამედ ჩვენი მოქალაქეები. იმიტომ რომ აფხაზები არიან ჩვენი მოქალაქეები და არიან ისეთივე ქართული არობა აფხაზებზე, მაგრამ ნამდვილი აფხაზები არიან ქართველი ეთნოსი. ბატონო გია, აფხაზეთის ომმა რა სახის გავლენა მოახდინა საქართველოს დემოკრატიულ და სახელმწიფოებრივ განვითარებაზე? აფხაზეთის ომმა საქართველოს განვითარება ბევრად უკან ჩამოაგდო, მოდი ასე დავიწყოთ. ფაქტიურად ომი რო არ მომხდარიყო 80-იანი წლების მიწურულს გერმანულმა გადეტმა ჟურნალმა შპიგელმა თუ არ მეშლება ამაზე იყო საუბარი ჯერ კიდევ როდის აღნიშნავდა რომ საქართველოს მაგრამ ისინი არ ვარაუდობდნენ ეთნოკონფლიქტებს საქართველოს ტერიტორიაზე თავის ეკონომიკური პოტენციალი თავისი მატერიალური თუ მეცნიერული და სხვა პოტენციალით საქართველოს აქვს საშუალება რაღაცა გარკვეულ პერიოდში გამხდარიყო ერთ-ერთი თქვაც ევროპის საშუალო დონის სახელმწიფო. და ეს ომიც იმით იყო გამოწვეული ეს რუსეთის რესპუბლიკული არ უნდა ძლიერი და აყვავებული საქართველოს არ უნდა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას რომ საქართველოს დაწული იყო უკან მათ შორის დემოკრატიის თვალსაზრისით, მათ შორის იმიტომ რომ ყოველთვის ომია წაგებული როდესაც ამ დროს ყოველთვის წინაპრებზე გამოდიან პოპულისტები. და დამშოულ თქვათ, სადაც სუსტი ეკონომიკა არის, სადაც ხალხი მატერიალურად არ დგას ფეხზე, იქ პოპულისტები და რადიკალები უფრო ადვილად ატყუებენ ხალხს. უკმაყოფილ ხალხს. ბატონო გია, როგორ შეიცვალა ომმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი? საქართველოს ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი დაწყებული ანტიკური პერიოდიდან. დასავლეთ სწორად რო აშენებდა ეს რუსეთს ყოველთვის აშენებდა საქართველოს დასავლური ვექტორი, თუნდაც მაგრამ ეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ბატონი ზვიადგამსახურდია სულ რუსებს ეუბნებოდა მიარწყვეთ თქვენთან ეკონომიურ კავშირს, მიარწყვეთ თქვენთან არანაირი კავშირს, მაგრამ მე უნდა ვიყო საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი. მაგრამ რუსებს უნდათ აქ სრული კონტროლი, რომელიც ხელისუფლება ან საქართველოს უნდა ყოფილიყო რუსეთის შემადგენლობაში, ან ხელისუფლება უნდა ყოფილიყო მათი სრული მარიონეტი. თორე ზვიადგამსახურდი არ იყურებოდა დასავლეთისკენ და არც ნატოზე ამბობდა. პირიქით ვისაც ახლოს ზვიადგამსახურდი ამბობდა ერთიანი კავკასიური სახლი. და არა ნატო თქვა და არა დასავლეთი და არა ამერიკა. სწორედ დასავლეთისკენ ორიენტაცია საქართველოს აიღო 1995 წელს, როდესაც ჩვენ წავაგეთ ომი აფხაზეთში. უკვე როდესაც ბატონი ედუარდ შევარდნაძე 1995 წელს არჩეული იქნა საქართველოს პრეზიდენტად. და მაშინ ახალ დანიშნულმა უშუქრებისათვის დიონ ნუგზარ-საჯაიამ თქვა რომ ჩვენ რუსეთთან მარტო ვერაფერს გავხდებით თუ არა დასავლეთის მხარდაჭერაო. და ასე რომ ფაქტიურად აი სწორედ ევროსტრუქტურებისკენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ სვლა ეს გამოიწვია იმან რომ რუსებმა მოაქცინა მართალი არაფორმალურად, მაშინ არაფორმალურად, მაგრამ საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. კი დე იურე ესენი იყო საქართველოს შემადგენლობაში,
მაგრამ აი სწორად ამან გამოიწვია ის რომ საქართველოს წავიდა დასავლეთისკენ. ბატონებია შეიძლება თუ არა აფხაზეთის ომი ჩაითვალოს საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ტრაგედიად დამოუკიდებლობის ისტორიაში. ასეც არის. ეს არის დიდი ტრაგედია, ეს არის ტრაგედია როგორც ქართველი, ასე აფხაზი თუმცა მე ვამბობ რომ ნამდვილი აფხაზები არის ისე ქართველები ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დიდი ტრაგედია როგორც ქართველებისთვის, მეგრელებისთვის, ნუ ხა ჩვენ ყველა ქართველები ვართ. ისე აფხაზებისთვისაც. მოდით ნახოთ ჩვენ ხედავთ რა ზგავს აფხაზეთი, ხო? ხედავთ რუსეთს აფხაზებს ეგონათ რომ პირდებოდნენ რომ ჩვენ აგვაყვავებთო არაფერი არის ნანგრევები. არაფერი არ შემარიქ არის სუფთა რუსკი მირე, ანუ რას სრული სიღატაკე შიმშილი და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო კითხვით მინდა შემოვიდეთ თქვენთან დისკუსიაში. რეალურია თუ არა დღეს აფხაზეთის დაბრუნება პოლიტიკური? კი. რამდენად რეალურია და რა არის ამისთვის საჭირო თქვენი აზრით? მე ვფიქრობ რომ ნაწილობრივ აფხაზი საზოგადოება უკვე მიხვდა რომ რუსეთმა თავის დროზე მოათმილეს. და თქოში ეს უკვე ომის მსვლელობის დროსაც ასე ვთქვათ ჩვენი აფხაზი ამბობდა რომ ეს ომი არც თქვენ გინდათ არც ჩვენ გვინდოდა და ჩვენ ორივე მესამე ძალა არაბობდნენ რუსეთს, მაგრამ ის გვაუმებსო. და ხედავენ ხო ვთქვათ რომ ჩამოდიან თუნდაც ბათუმი და შევადაროთ ბათუმი და შევადაროთ სოხუმი. არ დამოდი ვთქვათ რომ თუნდაც იგივე საბჭოთა პერიოდში ხალხი უმეტესობა მიდიოდა აფხაზეთში და არა ბათუმში და არა აჭარაში. დღეს ვინც ჩადის აფხაზეთში ის რუსებიც უკვე იმათაც აღარ უნდათ უმეტესობას იქ ხელმეორედ ჩასვლა. ბატონებია, რა როლი შეიძლება ითამაშოს მომავალში დასავლეთმა და რუსეთმა ამ კონფლიქტში? რუსეთი მუდამ შეეცდება რომ ეს კონფლიქტი არასდროს არ დასრულდეს. კი თქვათ იყო რაღაცა მცდელობა თქვათ რომ კონფედერაციის აქვს, მაგრამ კონფედერაციას მიუღებელია, იმიტომ რომ ეს კონფედერაცია არის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს კავშირი. იგი საქართველოს და აფხაზეთი რო თქვათ შექმნა კონფედერაციული სახელმწიფო, ჯერ ჩვენ ვაკლებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს არ მოხდება და თქვათ მერე უკვე იქ ისინი რა პირობებს წაგიყენებენ და რა ის ისე კიდე კაცმარტი შეიძლება დღეს შენ მოაწერო კონფედერაციას ხელი და 6 თვეში თქვა რომ კარგად იყო და ჩვენ აღარ გვინდა კონფედერაციაში ყოფნაო. არა ესე იგი აქ უნდა მოხდეს პირველ რიგში ისე ეკონომიური ინტეგრაცია, მაგრამ სწორედ დასავლეთს აწყობს რომ საქართველოს იყოს ერთიანი და მშვიდობიანი. ეს რუსეთს არ უნდა, იმიტომ თუნდაც ჩვენ დღეს კარგად ნახოთ რომ ერთი მაგალითი როდესაც ხელი მოაწერა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, ნუ საზღვაო ხელშეკრულებას არ მოეწონა, მაგრამ რომ შეთანხმებას ომი აღარ გახდება, რომ დაიწყო ეკონომიური თანამშრომლობა, დაიწყო და გაიხსნა ზანგეზურის ეს დერეფანი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს დივანმა მაშა ზახაროვამ რომ გამოვიდა და რა თქვა რომ თქვენ არ ითვალისწინებთ რუსეთის ინტერესო, ხა ანუ რუსეთს უნდა ის გაკონტროლება. ანუ იქ უნდა და მუდამ რომ ყოფილიყო არაოდესღაც რომ რუსეთს არ აწყობდა ეს ამ ზანგეზურის დერეფნის ან თვითონ უნდა გაეკონტროლებინა საერთოდ არ ემუშავა ან სულ უნდა ყოფილიყო ომი. მე ხანდახან იმას ვფიქრობ ბატონებია რომ მარია ზაღაროვა ძალიან გადამტერებულია ჩვენთან. თქვენას ნუ ხა მარია ზაღაროვა ლაპარაკობს იმას რასაც ეთქვიან. ასე კი გამოდის რომ მარია ზაღაროვაზე მუშაობს კრემლი. არა, კრემლი არ მუშაობს მარია ზაღაროვას, უბრალოდ მაგას რასაც ეთქვენ და როგორც ეთქვიან იმას
ხო არა ის ახლა იმიტომ რომ მაგის მოვალეობა ესაა რასაც უფრო სიტყვის უნდა გაახმოვანოს ის ბატონია თუ საქართველოს ახლა ნატოს წევრი ქვეყანა როგორ შეიძლება ისახოს ეს აფხაზეთის სანამ არ აღდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენ ვერ ვხდებით ნატოს წევრი. მოდი ეს პირდაპირ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ვთქვათ ნატოს არ უნდა რო ვთქვათ მისი ახალი წევრების ქონდეს რაღაცა ტერიტორიული პრობლემები. ვთქვათ სადავო ტერიტორიები. მის ქვეყნებს. ვთქვათ იმიტომაც ჭიანურდებოდა უკრაინის მიღება, იმიტომაც ჭიანურდებოდა საქართველოს წლების ეს მიღება, რომ ჯერ თქონდა გადაწყვეტა თქვენ ტერიტორიული მთლიანობა, იმიტომ რომ ვთქვათ თუ შენ არ გადაწყვეტ შენ ტერიტორიული პრობლემა, იგი შენ გამოდის, რომ ის ნატომ უნდა გამოაგზავნოს თავიანთი ჯარისკაცები, ვთქვათ რუსეთთან საომრად. და ეს შენ როდესაც წინასწარ ის ომში არ შეებება. ანუ იქ შეიძლება რაღაც, მაგრამ სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება ამ ეტაპზე ნატოში გაწევრიანება ეს არის სხვა პარი. იგი დროებით მაგაზე ფიქრის არ შეიძლება. და გადაცემაში ბოლო კითხვა, როგორია თქვენი პროგნოზი, რამდენჯერში შეიძლება მივიღოთ რაიმე პოლიტიკური ზიანსა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და ამიტომაც ხა როგორ არის მე აღვნიშნეთ წინანკელი კითხვაში ნოტნებო სანამ არსებული ხელისუფლება ეს რუსეთში უკრაინის ომში არ დამარცხდება სანამ ნახოთ დღეს იყო ტრამპის და პრეზიდენტ ტრამპის და დიქტატორ პუტინის შეხვედრა ალასკაზე თქვათ როგორ დალაგდება იქ რა მოხდება ჯერჯერობით ამაზე საუბარი ცოტა რთულია მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რუსეთი სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და სანამ რუსეთი არ დაიშლება და ეს მოხდება შეიძლება 5 შეიძლება რამდენიმე წელიწადში შეიძლება 5 წელიწადში არ ვიცი ეს ამას ახლა მე ვერ განსაზღვრო მაგრამ ეს დღე ძალიან მალე დადგება და ჩვენ დავიყოთ მზად რომ დავიბრუნოთ არა მარტო ტერიტორიები არამედ ჩვენი მოქალაქეები ჩვენი ძმები ბატონია თქვენ ფიქრობთ რომ შესაძლოა თქვენი აზრით რომ ტრამპი პუტინს დაელაპარაკოს თუნდაც საქართველოს შესახებ ტრამპი არის ვაჭარი ასე ვთქვათ ხო პირდაპირ და ეხა იქ რა გარიგება წავა და როგორ წავა და რანაირად წავა ეს ეხა მე ამას ვერ ვიტყვი მაგრამ ერთი ფაქტი რომ საქართველოს და საერთოდ კავკასია დასავლეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ როდესაც ამოქმედა თუნდაც ეს არ მომწონს ეს ტერმინი შუადერეფანი ვთქვათ და ამოგეს ცენტრალური აზიის ნავთობს ენერგომატარებლები კავკასიის გავლით გადის და რუსეთს რომ ეს დარჩეს მარტო რუსეთის კონტროლის ქვეშ დასავლეთის ინტერესებში არ შედის იმიტომ რომ რუსეთი როცა მოინდომებს ამ მილსადენს გადაკეტავს და დაიწყებს დაშანტაჟებას ეს ევროპის და ამერიკის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ასე რომ იქ რაზე ილაპარაკებენ და როგორ და მე მიჭირს ამაზე საუბარები იმიტომ რომ ხა ამ ეტაპზე თავარი არის რომ ნუ ტრამპის თავარი ამოცანი არის რომ თუნდაც უკრაინაში დროებით შეწყდეს სამხედრო აქტება და როგორ და რანაირად ამას დრო გვიჩვენებს ტრამპი და პუტინი არასდროს საღამოსებს და რას ილაპარაკებენ და რას არა და რას გადაწყვეტენ ამას უკვე ყველაზე გავიგეთ დიდი მადლობა ბატონო ბრძანებისთვის საინტერესო საუბრისთვის და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ ყოველთვის ჩემი ერთგულის მოგარეთ გაიხარეთ დიდი მადლობა რომ ჩემი მეგობარი მადლობა გაიხარეთ ეს იყო პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად კი არა და გადაცემა ხალხის პირისპირ ჩემი პირველი სახელი მაინში და შევხვდებით სექტემბერში როგორც გითხარით და ყოველ შაბათ-კვირას გაგრძელდება შაბათ-კვირას მაინც ქუჩის გამოკითხვები უკვე თბილისის ქუჩებიდან და
შემოგთავაზებ სხვადასხვა თემებზე, თუ რას ფიქრობთ მოსახლეობა და თბილისის პატარა ბავშვები თბილისში. შეხვედრამდე აბა სექტემბრამდე